განმარტებას მივაქცევ ამ შემთხვევაში აზერბაიჯანის ჩემპიონატს, რომელიც იწყება, პირველი ტური იქნება სულ მალე. აზერბაიჯანის ჩემპიონატი და ჩვენთვის ზოგადად ამ გადაცემისთვის ეგეთი ჩემპიონატები საინტერესო იქნება ხოლმე, მინდა მაყურებელს გაუზიარო ეგ ამბავი, იმიტომ რომ ძირითადად ისეთ ჩემპიონატებიდან წამოვიღებთ რაღაც თამაშებს და რაღაც ამბებს, რომელსაც ყველა არ თამაშობს, ან ყველა ყურადღებას არ აქცევს. რაც შეეხება ამ თამაშს, ეს არის ორი ახლად აღზევებული გუნდი უმაღლეს ლიგაში და აქედან ერთი გუნდი იქცევს ჩვენს განსაკუთრებულ ყურადღებას, არის გაბალა, რომელიც წლების განმავლობაში ერთ-ერთი გამორჩეული გუნდი იყო აზერბაიჯანში, მერე ჰქონდა საკმაოდ სერიოზული ფინანსური პრობლემები და უცნაური ამბავი იყო, ყველამ კარგად იცის კახა ცხადაძე ვინ არის, ვეტერანი ფეხბურთელი, საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანი და ამ ეტაპზე მწვრთნელი, საკმაოდ კარგი და დამსახურებული მწვრთნელი უკვე, რომელსაც უმუშავია მათ შორის საქართველოს ნაკრების მთავარ მწვრთნელადაც. თავის დროზე როცა წავიდა კახა ცხადაძე გაბალაში სამუშაოდ, ყველას გაუკვირდა, იმიტომ რომ ეს გაბალა არის მეორე ლიგაში დაქვეითებული და აზერბაიჯანის მეორე ლიგაში კახა ცხადაძე რატომ მიდის, როცა შეუძლია იქ, რა ვიცი, საქართველოს ჩემპიონატში უმაღლესში, ყაზახეთში მუშაობდა უმაღლესში, ესეთ ჩემპიონატებში ბევრი გუნდი დაუძახებდა მას. მაშინვე თავად ახსნა ცხადაძე მეგამბავი, რომ საკმაოდ დიდი ამბიციები აქვს ამ გუნდს. დარწმუნებული ვარ იმაში, რომ ეგრევე დავძლევთ ამ მეორე ლიგას და გადავალთ პირველ ლიგაში და მაშინ საუბარი მახსოვს ცხადაძის, რომ პირველივე სეზონში ევროტურნირებზე გასვლა იქნება მიზანი, ანუ იმ გაკოტრების და ცუდი ამბების მერე რაც გაბალას დაემართა, ჩაიდო ახალი ინვესტიციები, ცხადაძის მაგიტო წაიყვანეს, კარგი ფეხბურთელები წაიყვანეს და გადმოვიდა როგორ იცი, ძალიან ბევრი ტურის მერე ყველა თამაში მოგებული ჰქონდათ. პირველი წრის შემდეგ გადმოსული. ფაქტობრივად გადმოსულები იყვნენ და ჩემპიონატის ბოლოს როცა უკვე გადმოსულები იყვნენ, მერე წააგეს რაღაც ორი თამაში. შესაბამისად, პირველი ტურია, გაბალა ხდება ქარვანის, ეგეთ გუნდს, ქარვანს ან ქარვანის, ქარავანს არა. ეს გუნდიც ახლა გადმოვიდა უმაღლესში, წინა სეზონში იქ ქვედა ლიგაში ითამაშეს, გაბალამ პირველი თამაში მოუგო და მე როცა გაბალას დიდად აღარ ჭირდებოდა ის თამაში დაუთმოთ და ათმო როგორც იყო. არანაირი განსაკუთრებული ამბიციებით ეს გუნდი არ გამოირჩევა და მე რატომაც მგონია რომ პირველივე ტურში მიუხედავად იმისა რომ გასვლითი თამაშია გაბალასთვის გაბალა ქარვანს დაამარცხებს და დაიწყებს ჩემპიონატს გამარჯვებით. ეს ლოგიკურია ხო, რადგან იქაც ეგრე დაიწყო თავიდანვე მიაყარა და ყველაფერი მოიგო, აქაც ეგრე უნდა დაიწყოს. გეგმა არის ევროთასებზე გასვლა, რა თქმა უნდა, ყარაბაღს ალბათ კონკურენციას ვერავინ გაუწევს ისევ, ყარაბაღი ცალსახად საუკეთესო გუნდია აზერბაიჯანში, მაგრამ მეორე მესამე ადგილებისთვის იმედია ცხადაძე გაბალა იბრძოლებს და ამისთვის პირველივე თამაში მოსაგები აქვს. კოეფიციენტი არ ვიცი ჯერ, იმიტომ რომ დასამალი არ არის, რომ ცოტა რამდენიმე დღით ადრე ვწერთ გადაცემას, მაგრამ მნიშვნელობა არ აქვს. სტუმრად თამაშობენ და დარწმუნებული ვარ, რომ 2-ზე მეტი ექნება კოეფიციენტი, ასე რომ სუყე უნდა იყოს წესით და ჩემი პირველი აზრი არის გაბალას ორიანი